ეს ახალციხის ხელოვნური ტბაა. ტურისტული ადგილი სეზონის მიუხედავად ხალხმრავალია. აქვეა მოწყობილი საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და სხვა გასართობის საშუალებები. თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით თუ როგორი ვითარებაა ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა და რამდენად არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული მაშინ, როდესაც ლამპრებთან ელექტროენერგიის ღია კაბელები, ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. საბავშვო ატრაქციონები დაზიანებული და ანტისანიტარიის გამო საპირფარეშოები გამოსაყენებლად უვარგისი. ჩვენ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაზიანებების შესახებ მოსახლეობამ შეგვატყობინა და საკითხით დაინტერესება გვთხოვა. როგორც კადრებში ხედავთ, საბავშვო ატრაქციონების მიმდებარედ და პარკინგთან არსებული ლამპიონებიდან გამოსული ღია კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. ტბის ტერიტორიაზე გატეხილი და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები. თუ თავდაპირველად გემი ასეთი იყო, იგი ახლა ასე გამოიყურება. კაბელები კი, როგორ არა, კი, შემიმჩნევია. ეს თბილისშიც ხო მოხდა ფაქტი, რომ შადრევაში ჩავიდა ბავშვი და ასე შემდეგ ბევრი ფაქტი გვაქვს მაგის, ხო? არ ვიცი რატომღაც ბოლომდე ვერ მიყავთ თუ არ ვიცი, ხა მაგ დეტალებს მე ვერ დავასახელებ, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ არ არის სწორი და არც ლამაზი და არც სწორი კიდე ყველაზე მეტად უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული თავისთავად. ერთია როცა რაღაცას გიკეთებენ და მეორეა რამდენად უფრთხილდებით, ხო? ნამდვილად გააკეთეს არაჩვეულებრივი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არ ვიცი რამდენად უსაფრთხო, აღარ არის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის, იმიტომ რომ არის დანგრეული, გაფუჭებული, დამტრეული. არ უფრთხილდებით მოკლედ. ყველაზე სამწუხარო რაც არის, ეგ არის. ჯარიმა მოქმედებს ჩვენს. არ ვიცი, მე მგონი სხვა არაფერი არ გშველის. სხვა რაღაცებში, მაგალითად საგზაო წესებში ანალოგიური პრობლემები როცა არის, რომ მძღოლი არ უღებს წესებს, ჯარიმა შველის, ხო? ეს კადრებიც ხელოვნურ ტბაზე არსებულ საპირფარეშოშია გადაღებული. აქ წყალი არ მოდის და ანტისანიტარიაა. დასწრილია და დაბინძურებულია ნიჟარები, უნიტაზები, იატაკი, გატეხილია კარები, მაგიდები. ახალციხის მერიამ ხელოვნურ ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტენდერი თითქმის 2 მილიონ ლარზე 2021 წელს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს შენ პლუსმა მიიღო. მერიას სამუშაოების შესრულებისთვის 1,900,000-მდე ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ ზემოთ ხსენებული თანხის სანაცვლოდ მოაწესრიგა ტბამდე მისასვლელი გზა, პარკინგი, 3 სპორტული მოედანი, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება და სხვა. რა მეთოდებს იყენებს ახალციხის მერია ბიუჯეტით შესრულებული პროექტების დაზიანებისგან დასაცავად? იმ ფონზე, რომ ახალციხის მერიამ ტბაზე და კიდევ რამდენიმე ადგილზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის 650,000 ლარი დახარჯა. კითხვებით მერიას მიუმართეთ. ჩვენ ასევე ვკითხეთ მერიას, თუ რა პრინციპით იხმძღვანელეს, როდესაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით დაამაგრეს და გეგმავენ თუ არა საპირფარეშოს სანიტარულ სტანდარტებში მოყვანას. მერიიდან პასუხის მიღებას მეორე დღეა ველოდებით. ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. იგივე ვითარებაა ეგრეთ წოდებული 11-იანების დასახლებაში მოწყობილ სკვერშიც.